გამარჯობა. Სარბიელის პოდკასტის დროა. ერთიანობა დარღვეულია. რა ხდება საქართველოს ნაკრებში? რა პრობლემებია ეროვნულ გუნდში? დღეს ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ვსაუბრობთ. გოჩა თანდარაშვილი, ილია ბაბუნაშვილი, ილია ნანობაშვილი, კობა ინასაიც. გოჩა გამარჯობა, ილია გამარჯობა, ილია გამარჯობა. როგორ ხართ? როგორ უნდა ვიყოთ? როგორ უნდა ვიყოთ ნაკრების თამაშების შემდეგ? გოჩა, მოდი ჯერ შენი ამბით დავიწყოთ და მერე გადავიდეთ ნაკრებზე რო არ ვისაუბროთ, არ შეიძლება. ჰამბურგიდან ჩამოხვედი 2 დღის წინ. იქ რაღაც მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა და მნიშვნელოვან სამსახურში ისგან ჩადექი მოკლედ ფეხბურთის, ხო? გითხარი რა ხდებოდა და მოკლედ როგორი ის არის, რა ქვია, არის ასეთი ორგანიზაცია Football Supporters of Europe, ანუ ევროპის ფეხბურთის გულშემატკივრები და მათი წევრი ვარ უკვე რამდენიმე წელია, მათი ასე ვთქვათ, მათი ეგიდით, როგორც იტყვიან ხოლმე გავაკეთეთ შარშან ფანსაელჩო გერმანიაში ევროპაზე ხო მათი მხარდაჭერით იყო ყველაფერი გაკეთებული, ანუ ეგენი აკეთებენ ამ ყველაფრის ორგანიზებას და ისე მოხდა რომ მოულოდნელად გასულ კი არა, ხო, გასულ წელს კი არა, წელს ზაფხულში მოკლედ ძალიან დიდი ორგანიზაცია ხა რა, მთელი ევროპის ფანები არიან გაწევრიანებული და გასულ ზაფხულში შემომთავაზეს რომ ჩვენო გვინდაო რომ გახდეო ჩვენი ბორდის წევრი რო 8 კაციანი ბორდი არის, ასე ვთქვათ, სამეთვალყურეო საბჭო და ნუ ძალიან ისეთი ამბავი იყო რა, ჩემთვის მოულოდნელი ამბავი იყო, იმიტომ რომ ბიძა არ ამყავს ევროპაში რო რაღაცა ჩარჩა რაღაცა ნახეთო რა, რაც გააკეთეო როგორც იმუშავეო რაღაც აქეთ-იქით და მოკლედ გვინდაო რომ ჩვენი ასე ვთქვათ ესეთ იმაში იყო რა. მადლობა თქო. შვედეთში ვიყავი ზაფხულში, მალმეოში, სადაც ამირჩიეს ბორდის წევრად. არის ბორდის წევრები არიან ინგლისელები, პორტუგალიელი, ნორვეგიელი, ნიდერლანდელი, გერმანელი, რაც ალბათ გამორჩა. და ანუ ქართველი რა, აღმოსავლეთ ევროპიდან მარტო ჩვენ ვართ მოკლედ რა, ხო და ანუ ეხლა რას ემსახურება ჩვენი ორგანიზაცია, ასე ვთქვათ რა, ეს არის გულშემატკივრების უფლებების დაცვა რა ყველგან. ყველა სანაკრებო იმების, რა ქვია, პაუზის დროს, ანუ მაგის მერე გვაქვს გამოკითხვა, რომ აი რამე პრობლემა ხო არ ქონათ გასული თამაშებზე მარტო სანაკრებო არა საკლუბოს წეხ, უბრალოდ ჩვენ ქართველებისთვის საკლუბო ამბავი ცოტა ისეთი არის, სამწუხაროდ, მაგრამ ბილეთების ფასები, როდის დაიდო ბილეთები, რამდენად ხელმისაწვდომი იყო, პრობლემა ხომ არ შეგექმნათ გასული თამაში. ანუ ერთგვარი პროკავშირის ფუნქცია აქვს. ნახე ხო, გულშემატკივრების უფლებებს იცავ. ხო და ამის გარდა 2 ადამიანი უკვე ყავს UEFA-ს კომიტეტში. ანუ ეს UEFA-ს მიერ მხარდაჭერილი ანუ ის არ არის რომ რაღაც თავისით ვიღაც ტიპებმა გააკეთეს და UEFA-ს კომიტეტში ყავს რამდენიმე ადამიანი და აგერ ახლა დღეს ფოტო ჩამიგდეს რომ ევროპარლამენტში იყო ჩვენი წარმომადგენელი, ვინც არის ერთ-ერთი რომელმაც იქ რაღაც ისეთ საკითხებზე ისაუბრა, რაც ჩვენთვის იყო საინტერესო. ცოტა ხნის წინ ბარსელონა ვილიარეალის თამაში, რა თუ გახსოვთ ეგ ამბავი, რომ უნდა გამართულიყო ამერიკაში და რო ჩაიშალა ეგ ამბავი, ჩვენ ჩავშალეთ ეგ ამბავი. ჩვენ ვიყავით ეგ ტიპები, შევაგროვეთ 5 მილიონი ხელმოწერა ევროპის გულშემატკივრებისგან. საქართველოსთან 500 წელი წავაშველე მართალი გითხრათ მეტივე რა. რომ აი ესეთი ძალიან კომერციალიზაციაში რო არ გადავიდეს ეს ყველაფერი და ფეხბურთი დარჩეს იმათვის, ვისაც უყვარს და არის გულშემატკივრების ეგ ფეხბურთი და ასე შემდეგ და აი ასეთ თემებზე მუშაობთ მოკლედ რა.
არის ანუ რო ვთქვათ, ანუ ევროპის ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს გულშემატკი ფანებს, ფეხბურთის ფანებს და კოსმოპოლიტური რო არ გახდეს ფეხბურთი რა და აი მარტო აი ძალიან ბევრი რაღაც რა რო არ გახდეს ის რომ შენთვის არ იყოს ხელ აი მაგალითად სიტყვაზე თურქეთი საქართველო ან ბულგარეთი საქართველო აგერ ბოლოს შეხვედრა ხო თუ ბულგარელისთვის ფეხბურთის ბილეთი ღირდა 10 евро შენთვის არ შეიძლება რომ 15 евро ღირდეს რა შენთვისაც უნდა იყოს 10 евро რაღაც ნუ მსგავსი თემებით მსგავსი რაღაცებით შენ თუ აი თურქეთში იყო ეგეთი ისა სამწუხაროდ მე ვერ წავედი თურქეთ საქართველოზე იყო რაღაც რომ ძალიან დიდი ხანი ჩაკეტეს ჩვენები არ გამოუშვეს სტადიონიდან რაღაც უსაფრთხოების მიზნით იმით მაგრამ ეს უსაფრთხოება სხვანაირად უნდა მოაგვარონ და საათზე მეტი არ შეიძლება ადამიანი იყოს საპირფარეშოს გარეშე წყლის გარეშე იმის გარეშე ამის გარეშე რაღაც მოგეთ ესეთი ამბები რა და აი ეს ყველაფერი თუ რაღაცა არის ხოლმე გროვდება და ჩვენი ორგანიზაციიდან მე მიდის UEFA-ში და იქ ვატრაკებს რა. და მოიცა UEFA-სთან არ გაქვს სხვა ესა ურთიერთობა კავშირი? მე პირადად? არა, მაგ ორგანიზაციასთან. ლატინისთან მაგ დალეული ადრე თუ. უყარ აკა თბილისში მე ის რო ვიყავი ჩამოსული ვიყავი. მაგასთან მეც მაგ დალეული ლატინისთან. UEFA-სთან გვაქვს ეგ ურთიერთობა რომ მოკლედ თუ რაიმე ესეთია რა, ეგეთ საკითხები რაც არის გადის UEFA-ს ანუ ჩვენი მხრიდან გადის და იქ UEFA განიხილავს ამ იმებს რა, ამ საკითხებს. აი ახლაც უნდაც იმ ბარსელონა ვილიარეალზე აი ძალიან დიდი ხანი ჩვენმა წარმომადგენლებმა, ჩვენი ხელმძღვანელი ვინც არის, ფრანგი არის, ძალიან დიდი ხანი იბრძოდა მაგისთვის, რომ ეს ისე ქონდა, რა თქმა უნდა, UEFA-ში თავისი სიტყვა ეთქმის რა და გამოიღო შედეგი რა მარტო UEFA-ში არა ევროპარლამენტში საერთოდ ხო გეუბნები ესეთ მაღალ დონეზე ხდება ეს ყველაფერი. და ისე მაგ ხელმისაწვდომობაზე გამახსენდა რა მექსიკაში აი მაგალითად გუშინ ყოფილა გამოსვლები რა ფანების რომ ამერიკაში თამაშობენ ამხანაგურ მატჩებს მექსიკელები რა. აი წარმოიდგინეთ ახლა აი მექსიკა გერმანია გაიმართა ამერიკაში. ეს იმიტომ რომ ამერიკაში უფრო დიდარი მექსიკელები ცხოვრობენ და უფრო მეც იხდიან ბილეთებში რა. მაგაზე ცალკე მაგაზეც გვაქვს ამბავი ატეხილი ახლა, იმიტომ რომ ძალიან ძვირია ბილეთები, ჯერ ერთი ახლა ამერიკაში. ახლა აი ვინც ვიყავით თქვა ჰამბურგში, ახლა ჰამბურგში ვიყავით, ჩასული იმაზე რომ ჰამბურგშია სათავო ოფისი ჩვენი ორგანიზაციის და იქ ნოტარიულად გაგვაფორმეს რომ აი ბორდის წევრები გავხდით და რაღაც. და 3 დღე რაღაც საქმიანი შეხვედრები და ამბები ქონდა. სადაც არის მთელი ევროპის ახლა ჩემთან ერთად ვინც არის, ანუ 8 კაცი ვართ ბორდში, სტაფში არის დაახლოებით 10-12 კაცი, რაღაც 20 ადამიანი ვიყავით. მათ შორის არიან შოტლანდიელები, უელსელები ასე. და აი შოტლანდიელიც კი ამბობს, რომ არა იცი, მე შეიძლება ვერ წავიდე ამერიკაში. ხო გავიდა აგერ შოტლანდიის ნაკრები გადასალევად გუშინ. შეიძლება ვერ წავიდე, იმიტომ რომ ძალიან რაღაც მაღალი ფასებია. ვაპროტესტებთ საუდის არაბეთში სოფლიო ჩემპიონატის გამართვას, იმიტომ რომ ქვეყანაა, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა, სადაც ირღვევა არ არსებობს ადამიანის უფლებები თითქმის და ასეთი რაღაცები. მოკლედ, ხო რა, ეგ ამბავია რა. ამერიკის ბილეთებზე ესეთი პრობლემა იკვეთება, წავიკითხე. რომ ის ბილეთები, რომლებიც დარჩებათ, ნუ ფაქტიურად გადამყიდველებს ან როგორ გიხარ, საიტებს, სადაც ეს გადამყიდველები ყიდიან ხოლმე, ეს ბილეთები ფაქტიურად მარტო ამერიკელი გულშემატკივრისთვის არის ვალიდური, იმიტომ რომ წინა დღეს ან ერთი კვირის წინ რომ გამოცხადდება, რომ დაიდება, რომ აი ყიდი ბილეთს და უშავდა $10,000, ხო? ინგლისელისთვის სულ ერთია ეს, იმიტომ რომ ვეღარ ჩავა, ვერ მოასწრებს ამერიკაში ჩასვლას. ხო და იქ, ანუ ფაქტიურად იქვე იმ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის არის ფაქტიურად მთელი ეს ვიაგოგოები რო არის და ესეთი საიტები, მაგათი ბილეთი. ამაზე იყო ერთი ამბავი სხვა ჩვენ. კი, არია, მაგაზე ჩვენც იმაშვებით და ნახე რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აი მაგალითად დღეს ანუ საერთოდ ჩატი გვაქვს, სადაც ყოველ დღე რაღაც ინფორმაციას ვცვლით ხოლმე ერთმანეთს. ნორვეგიელმა და აღარ მახსოვს რომელიღაცა მოიწერა, რომ ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია მაგალითად კულტურული დღე იმის ღონისძიებების და სპორტული ღონისძიებების ბილეთების
უფრო მეტ ფასში გადაყიდვა. ანუ შენ თუ იყიდე ფეხბურთის ბილეთი, საქართველოს ბულგარეთს იყიდე 20 ლარად. შენ რო ის 30 ლარად გაყიდო, დაგიჭერენ. ანუ გადაყიდვა არის აგრონულ ქვეყანაში. ნორვეგიაში არის და თუ გინდა ვნახავ აგერ. ნორვეგიაში და რამე ეგეთ ქვეყანაში იქნება. ოხ მაგათი მოწესრიგებული. შვედეთში იქნება. ხო, მოკლედ აგერ ნორვეგიელი არის, მაგრამ არ მახსოვს მეორე რომელი. ხო და ანუ რამდენიმე ქვეყანაში აკრძალული არის რა, ეგ გადაყიდვა უფრო ძვირ ფასად. ანუ შენ თუ იყიდე თქვა ვეღარ მიდიხარ ჩვენთან რო იციან ხოლმე, ხო ისე რო იყიდიანი ბილეთებს. კი, კაცი. და ეგრევე აუ ვეღარ მივდივარ 5 წუთში რო ვეღარ მიდის უკვე 2 თვის შემდეგ თამაში და ფასად რო. ხო და აი 50 ლარად ვიყიდე ძმებო, მაგრამ 450-ად გავყიდი რა. ხო და აი ეგ არის დასჭადი იმ ქვეყნებში. მან კიდე პრობლემა რა იყო, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში მათ რიცხვში საქართველოში, ამერიკის საელჩოსში რომ შედიხარ და შეგაქვს განაცხადი, რომ ნოთხა მინდა მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა და ბილეთიც მაქვს და უმეტესით ვიზა. ხო, შეიძლება დაგიბარონ 10 შემდეგ გასაუბრებაზე, დაგიბარონ შეიძლება 10 თვის მერე. და ანუ როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი გავლილი იქნება. არა, ეგ მარტო საქართველოს პრობლემა არა, გუშინ თქვეს. კი. ვისაც ბილეთი კონდეცო საერთოდ არ ნიშნავს, რომ ეგრო ვიზა გაქვს. არა, ეგ და ვისაც შეეხება ურიგოდ უშვებენ, რა თურმე რა. ვის? აი ბილეთი გაქვს და გინდა ვიზა. თუ ბილეთი გაქვს, რიგში აღარ ჩადგე, ანუ 10 თვის მერე აღარ დაგიგებ. მაგრამ საერთოდ არ ნიშნავს, რომ შენ ჩაგირტყავენ. ორ-სამ დღეში შეგეძლება შესვლა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ვიზა გაქვს და ეგ ჩვეულებრივი პროცედურა იქნება, მე მოეწონებენ, მოგხსენებენ, არ მოეწონებენ, არ მოგხსენებენ. ხო, კი ბატონო. გოჩა ანუ ახლა ჩვენ კომაგებს გულშემატკივრებს რა პრობლემა რო შეექმნათ რაღაცა შეუნდა მოგვართონ და შენ ხარ ჩვენი ისა რა წარმომადგენელი იმაში კი ბატონო ხო კი არის ეგ ამბავი რომ მე შემიძლია მივიტანო ხმა თუნდაც UEFA-მდე ევროპარლამენტამდე ან რაღაც ასე შემდეგ იმიტომ რომ ეს ჩემი ორგანიზაცია მაგას ემსახურება რა ზუსტად იდეაში არის, აი ძალიან ისეთი რა, კარგი, ნაყოფიერი, პროდუქტიული ორგანიზაცია, რომელიც რეალურად მუშაობს გულშემატკივრის პრობლემებზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც მოაგვარეს აქამდეც რა, რაც აქამდე შეიძლება პრობლემა ყოფილიყო, ძალიან ბევრი რაღაცა მოაგვარეს, და იგივე ის თქვათ აი ევროპის ჩემპიონატზე ვინც ვიყავით და ვინც ვნახეთ ხო ეს რაღაცების ფანსაელჩოები ეს ფანსაელჩო რა იყო ხო ვიძექი მე და ორი ქართველი ადამიანი ვინც ქართულ გულშემატკივრებს ასეულობით 1000-ობით ქართულ გულშემატკივრებს ვეხმარებოდით რაღაც სხვადასხვა რაღაცებში ხო ეს იყო მათი დაორგანიზებული რა მათ მიერ იყო გაკეთებული და შესაბამისად ეგ არის რა ემსახურებიან ფანებს რა რომ რაც შეიძლება უფრო კომფორტულად და რაც შეიძლება იქ რაღაც სხვადასხვა სტადიონებზე იმეების რა ქვია ტიფოების გაშლა რაღაც ივენთების დაგეგმვა თამაშების ზუსტად რაღაცები ნუ ეს ყველაფერი ეგ ევროპის მასშტაბით თუ ევროპის მასშტაბით არის მაგრამ გვაქვს ურთიერთობა მსოფლიო მასშტაბით ეხლა ზუსტად ეგ თემები იყო რადგან ახლა მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკა მექსიკა კანადაში არის და ისა გვაქვს ურთიერთობა სხვადასხვა იმებთან რა იგივე სამხრეთ ამერიკულ ორგანიზაციასთან ხო კი ავსტრალიასაც ყავს გულშემატკივართა კავშირი და აზიასაც და ნუ მოკლედ ესე რა თანამშრომლობთ ასე ვთქვათ რომ თუ რაღაცა პრობლემა არის რომ ყველას ანუ გულშემატკივარი ხო იდეაში ყველა გულშემატკივარი არის გულშემატკივარი რა თუ რამეა საბოლოო ჯამში მაინც ასე თუ ისე ერთი და იგივე რაღაც აწუხებს გულშემატკივარს რა და ხო და მოკლედ ეგ ამბავია რა ვა ძალიან კარგი ესე იგი უთხრათ ჩვენ ხომაგებს რომ თუ რამე აგერ ხარ შე ძალიან ასო შემოძახე. უბრალო რამეზე უბრალო ემოციაზე. ხო, კი ბატონო, კი, ანუ ნახე მე ვაზიარებ ხოლმე ყოველ ახაც ალბათ დღეს მომიწევს გაზიარება, იმიტომ რომ გუშინ იყო თამაში. გვაქვს ხოლმე გამოკითხვა რა, ყველა იმის შემდეგ, რა ქვია, სანაკრებო თამაშების შემდეგ გვაქვს ხოლმე გამოკითხვა, რადგანაც მე როგორც ქართველი, ანუ ნაკრების ფან ელჩი ვარ იქ. მე მევალებ რომ გავაზიარო ეს ამბავი რომ მაგალითად ვინც იყო ბულგარეთში სიტყვაზე ახლა ხო აი თუ რამე პრობლემა შეხვდა ან პოლიციამ თუ იძალა და ან თუ ჩათვალეს ამ ადამიანებმა რომ არასწორად სიტყვაზე მე მივდიოდი იქით და ამან მითხრა არა შენ იქით უნდა წახვიდე როცა შემელო იქით წასვლა
ნებისმიერი ესეთ საკითხი, ასეთ საკითხი რაც არის, გამოკითხვა იდება ხოლმე და იმ გამოკითხვაში შეუძლია ყველას მონაწილეობის მიღება, ან ბილეთის ფასებზე, ან თუ თქვა საპირფარეშოები არ იყოს საკმარისი რაოდენობით, ან ლუდი არ იყოს სტადიონზე, ან საჭმელი ვერ შეჭამეს, ან დიდი ხნით დააკავეს, ან რაღაც მოგეთ ამ ყველაფერს ვავსებთ და ეს ჯამდება მე და იგზავნება სადაც საჭიროა და ისინი მე ჩალიჩობენ ამის გამოსწორებას. ეხლა რა უკვე წასული ამბავია და შარშან ჩეხეთში მოხდა ზუსტად ამ დროს, აი ნოემბრის ბოლო თამაში რო გქონდა, ქართველი გულშემატკივრების ნაწილი მე მგონი მომიყოლია კიდეც არ შეუშვეს. აჰა, ნათქვამი. ვიაგოგოზე ნაყიდი ბილეთები და ნუ იქ კომაგები იყვნენ ჩვეულებრივ ვინც არიან ჩვენი ქართული სპორტი. და სხვა სექტორებში ისინი სხვა სექტორებში და არ შეუშვეს. და ერთ-ერთი რამდენიმე გულშემატკივარს ვიცნობ, შეხვდნენ, აი ეს იმათ მონოპოლიდან დავწერე რა, რომ ესეთ სიტუაცია იყო, უბრალოდ მიზეზი ვერ თქვეს. რატო არ უშვებდნენ, მიზეზი არ თქვეს. ხო, ეგ რა ხდება ხოლმე, იცი, ხშირად ჩეხემა არ თქვეს მიზეზი და ხო, მესმის. ხო და ეგ მაგათი ბრალი არის, რა თქმა უნდა. რა ხდება ხოლმე, იცი, ხშირად რომ შენ როცა ანუ ერიდებიან შერევას გულშემატკივრებს რაგბისგან განსხვავებით, სადაც ყველა ერთად ზის ფეხბურთში ერიდებიან, ანუ შენ რო ქართული გულშემატკივარი ხარ, უნდა შეხვიდე იქიდან. შენ თუ სხვა ადგილი გაქვს, აი მაგ დროს ეთქობა მან დაიჭრნენ, რომ ამას სხვა ადგილი აქვს, რატომ უნდა მაგრამ მაშინ რაღაც გამოსავალი უნდა მოძებნონ, როგორ ბილეთი მიქარულია, იმათი მიქარულია, რა თქმა უნდა, ჩეხების მიქარულია მანდ, ანუ მე ვიყიდე ბილეთი, რავი, შენ სექტორში ვიყიდე ბილეთი, ჩამოფრინდი 4000 კილომეტრს იქიდან და სტადიონზე არ მიშვებ, კი ბატონო, კი ბატონო. ხო, მათ შორის ახლა ისეთი ცოტა სოლიდური ხალხია, ისინი არ მოიტყვებოდნენ, მე ვისაც ვიცნობ, რომ ახლა ხო, ხალხი არის ამბები, კი. არის ხოლმე ეგ რაღაც, მე თუ მეტეს ესე ცოტა რისკიანი თამაში. თან არის ამ ბოლო დროს ხო აქამდე. უკვე ისე დაიწყო ქართულმა გულშემატკივარმა სიარული რა. ხო, რეგულარულად და მრავლად. ხო და ის რაც არის გამოყოფილი შენზე ბილეთები ხშირად არ ყოფნის რა. ეხლა იყო შარშან ეგეთ თამაშები, რომ ის რაც იყო ჩვენთვის გამოყოფილი, იგივე პოლონეთში მაგალითად უკრაინა საქართველო რო იყო, ხო, ვიყავი მე ეხლა ვროცლავში ვიყავი თუ პოზნანში, აღარ მახსოვს სად იყო უკრაინა საქართველო. ჩვენთვის რაც იყო გამოყოფილი, ის ავითვისეთ და მაგის გარდა კიდე გვინდოდა რა ბილეთები რა და შესაბამისად რო ყიდულობს ის უკვე უწევს რომ სხვაგან დაждდეს რა და აღარ ვერ დაждდება იმ შენ იმაზე. ეგ იქ არისო, ტიხი არისო. ტიხი, მომდიყო, აღარ მახსოვს. რა, ეგ თამაში. არა, პოზნანში. არა, მე მგონი პოზნანში იყო. პოზნანი იყო. პოზნანი უკრაინაზე რაღაცა ხო იყო რა. მან ადრე. ტიხიში რომელი იყო? იცი სომხეთის საქართველო. სომხეთის საქართველო იყო. ხო, ხო. ადრე, ხო. 3 წლის წინ, 4 წლის. ძალიან კარგი. და ეხლა როდის გაქვთ ესა კიდე ნახე, ეხლა მე ვარ ეხლა 2 წლით არჩეული ამ ბორდის წევრი. უახლოესი შეკრება სავარაუდოდ გვექნება ბერნში, შვეიცარიაში, ზაფხულში. სადაც ცოტა უფრო ფართო მასშტაბი, ანუ მარტო ჩვენ არ ვიქნებით მარტო ბორდის წევრები და ანუ ცოტა ისეთი ფართო მასშტაბიანი შეხვედრა იქნება. მუდმივად გვაქვს ონლაინ შეხვედრები. რაღაც სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ ესე პირადად რო ხვდებით ხოლმე ერთმანეთს, წელიწადში 2 ჯერ მაინც არის ეგ ამბავი რა. და ეხა უახლოესი ჯერჯერობით იგეგმება ზაფხულში შვეიცარიაში. და მე უთხარი რომ თავმჯდომარედ დაგირჩიონ. ნახე მარტო ჩემ თქმაზე არა. ერთმა ორმა კაცმა უნდა თავმჯდომარე ყავს პორტუგალიელი გოგონა მართა გენსი. ის არის თავმჯდომარე ბორდის, ანუ ჩვენი იმის, რომელიც გაცილებით გამოცდილი ახლა ძალიან ბევრი წელია მაგ ორგანიზაციაშია და ზუსტად ძალიან კაი გოგოა და მეხმარებოდა ახლა ყველაფერში, ზუსტად ახლა რო ვიყავი ჩასული, მაგას ვეუბნებოდი, რომ ახლა ჩემთვის ცოტა ისეთი იყო რა, ახლა ნახე, მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი რა, ქართულ გულშემატკივრებს ვეხმარებოდი რაღაცაში. უცებს რაღაც ამირჩიეს თავისით, ხო და ეხლა მე არ ვიცი ის კონკრეტულად ის სტრუქტურა, როგორ მუშაობს, რას აკეთებენ, იქ რაღაც ფინანსებია, ნახე UEFA-დან ამდენი, იქიდან ამდენი, რაღაც ერასმუსის პროექტიდან ამდენი, ესა და
და ეხა არ უკვე ბურთი სადაც მე უნდა ეს დავადასტურო რა რომ ოკეი კი ბატონო UEFA-მ ამდენი მოგცეს ან აღმასკომში ხო და ჩემთვის ცოტა ისეთი იყო რა და ეხა ნუ ნელ-ნელა უკვე გავიგე ყველაფერი გასაგებია მაგრამ მე ეს მართაც და სხვაებიც რა აბსოლუტურად ყველა ძალიან მეხმარებოდნენ რომ იმიტომ რომ სულ ორნი ვართ ახლები რა იმაში რა ქვია ბორდის წევრები რა მე და ესპანელი. ხო და აი ესპანელი გამოვჩენია წეგა, ხო. ხო და ისა რა ქვია, მოკლედ მეხმარებიან ძალიან იმან ბავში რა და ახლა თავიდანო მეც რო ამერჩიეს მართა მითხრა პირადად მაგალითად რომ მეც ვერ ყვეოდი რა უნდა გვეკეთებინა მაგრამ ნუ ახლა უკვე ხებსღვანელი ამის და ნახოთ. ჩვენ გჯერა შენ. ნელ-ნელა გადავიდეთ ხო თავარ ხო სხვა შორის გულშემატკივრების თემაზე ერთი საინტერესო იყო რომ გუშინ მაგალითად ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაცია მე მგონი დააჯარიმა ფეხბურთელები იმის გამო რომ მატჩის შემდეგ არ მივიდნენ თავის გულშემატკივრებს ჩეხეთის ნაკრები და ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელები არ მივიდნენ ხო მე მგონი ფედერაცია არ მივიდნენ თამაშის შემდეგ აი ეს გულშემატკივრებთან კარების უკან და კაპიტნობა ჩამოართვეს იმას სუჩეკი რო არის მაგას სუჩეკს. ნუ ისინი ხო ეუნებიან რომ ეგ არაფერი ბიჭებო არა უშავს ბიჭებო მე მოვიგებთ ბიჭებო. აი ამის მოსასმენად არ მივიდნენ. საგება და მოგება ძმები. საგება და მოგება ძმები არიან და აი ამის მოსასმენად ფეხბურთელები ჩეხი ფეხბურთელები არ მივიდნენ და ამისთვის დაისაჯენ დაჯარიმო. ეგ ცოტა მე მარაზმება მართალი გითხრა ეხა გავიგე რაღაცა როცა განსაკუთრებული რაღაცა ხდება და როცა ნახე მე ვარ ბუნებრიობის მომხრე ყველა. ხო, ცოტა კონკურსირული არის რაღაც ამაში ხო? ყველაფერი ხელოვნურის დედავატირე. ფეხბურთში მით უმეტეს რა. ხო და აი რაღაცა ის რო გაქვს, ალდებულება რო გაქვს, აი დამთავრდა თამაში, არ დამავიწყდეს იმასთან უნდა მივიდე. რა, იქნებ სულ არ მინდა, იქნებ გამწარებული ვარ. შევიდა შხაპი გადავისხარა. თან ახლა ისიც ვიღაცა ის არის, ხო? სიტყვაზე ჟესტიან შიკია, უბრალოდ გულშემატკივარია, ხო? ფეხბურთზე. ფეხბურთელს ჯიგარია და ჩამოვიდა და ჯიგარია, ხო, ჯიგარია. მაგრამ ნახე თუ მივედი, ოკეი, კარგია. თუ არ მივედი რა, მაგრამ არ მივედი რა. სწორად აღნიშნე, ეს ბუნებრიობა მართლა, მაგრამ სიხალბე რაღაც ის იყო. თან რას ვამბობ ახლა ეს ჟესტიანშიკი და ბიოლოგი და თუ გინდა ის რა ქვია მათემატიკის პროფესორი ყოველ შემთხვევაში მწნელი და ფეხბურთელი არ არის, ხო? ის არის გულშემატკივარი ჯიგარი, რომელიც მოვიდა იქ და რაღაცა უნდა გითხრას მე ესეთი სამოტივაციო ხშირად ძალიან სულად გამოიყურება ხოლმე აი ვიღაცა ტიპები უქსავენ იმათ აი ხო ეგეც რაღაცა ისეთია ხოლმე რა ეხლა თუ ალალა და გული დგინა მიდი გადახტი ისაკენი მაგრამ თუ არა და რაღაცა ჩეხების საქმეში ნიჩავერევით ჩვენ მივხედავთ ჩვენ თავს მივხედავთ ხანე რაღაცა მოგებული თამაშის მე 6-0 მოიგო არც გუში რა ქნეს აღარ მახსოვს 6-0 მოიგო გიბრალტარ ოკეი აი მოდი გადავიდეთ ახლა გიბრალტარს ბოდის ერთი წამოწვიო შენი სტატუსი წავიკითხე და ვეღარ მივადევნე გუშინ 19 წლამდელები 3-5 ატყდა ბოლოს ანუ თამაში მოვიგეთ 3-6 კაცი თამაში არა ეს და 3 ეწერა ფრესკორზე ხო 1-0 მოვიგეთ თამაშით და წითლებით 4-იც ამოვიგეთ ხო და რა მოხდა ჩხუბი ატყდა ყველა ბოლოწუთზე თამაშის მერე ის ქნეს ხო ბოლოწუთზე ყობა გუნდი გუნდზე მეხუთეც რო გაიგდო წაგება იყო არა იქამდეც კაი ბლომადეს იყო რა ქვია ყვითლები იყო იქამდეც ძალიან დაძაბული თამაში აი აკაცო რა გიბრალტარში 1-0 ძვლებს მოიგეს რა და 4 კაცი გააგდეს ახლა წარმოიდგინე 19 წლამდელთან ნაკრებია ნაკრებზეა ლაპარაკი იქამდე ქონდა 12 გოლი ორ თამაში გაშვებული იმას გიბრალტარს 8-0 და 4-0 წააგდა მოკლედ გუშინ ძალიან ცუდ დღე იყო იმისთვის რა ქვია ქართული ფეხბურთისთვის გონი ახლა ვცდილობ სხვა რაღაცებზე ვილაპარაკოთ არა მაგაზე რო არ გადავიდეთ გადავიდეთ ახლა სხვა ესე დავიდრათ ნელ-ნელა ილია აი შენთან გადმოვდივარ რა სიტყვია მადლობთ რაზე შენგელგო ლენტის გაჭრა შენგელგო ნუ რა ვიცი ყობა საშინელება იყო რა საშინელება ნამდვილად ისი როგორ შეიძლება შენი ბლოგი წავიკითხე ილია და მაგარი რაღაც გიწერია მე მგონიო
ევროპის ჩემპიონატზეო. ეცა ზუსტად ვერ ვიხსენებ ციტატას. რაღაცა ანუ ბუნებრივი მდგომარეობა ეს არისო ჩვენიო და ევროპის ჩემპიონატზე იყო მგონი არა რომლის არის მიმოხილვა წავიკითხე იმისო რა ქვია რომელიღაც უცხოურ საიტზე ახლა ვერ ვიხსენებ რა რაღაც უცხოელის დაწერილი და საქართველოს ძალიან დაშორდა ის თავსო ესე უწერია და არ გავუსო დასაყვარელი ყოფილა კეთილი კაცი მე გამიჩნდა ეჭვი რომ თავის თავს კი არ დაშორდა დაშორებული იყო 2024 წელს ევროპაზე წავიდა იმ სიშორეს დაბრუნდა თავის თავთან საკუთარ ნუ ეს რა თქმა უნდა მწარე ხუმრობა წარია მაგრამ ჩვენი არა უკვე წარია მაგრამ ჩვენია ხო იცი რა რეკობა ახლა გუშინ უყურებდი თამაშს რა პირველი ტაიმი და მეორე ტაიმი მაინც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ხო და დამჭა როგორი შტაბეჭდილება იცი რომ ბულგარელებმა სრულიად გულწრფელად არ ვიცი ხმამაღლა თუ არ ვიცი ქვეცნობიერად თავის თავს უთხრეს რომ ჩვენ არ ვართ ძლიერი გუნდი მართალია ჩვენი სტუმარი არ არის თქვათ გრანდი და არის საქართველო მაგრამ მოდი დაცვიდან ვითამაშოთ თავი მოვიკლათ რაღაცა ეგ თავმოყარეობის მომენტია რომ ამდენი წაგება არ შეიძლება და ფილოსოფიობას ნუ დავიწყებთ რა ეხლა რაღაცა რო შეუტიოთ და რაღაცა გადავეწყოთ გადმოვეწყოთ რაღაც ისულელეები ხო ჩავდგეთ ესე ორეშენი ნახევარდაცვა დაცვა ესე ჭიდროთ ჩავდგეთ გადავაგდოთ მე ეს სწრაფი ბურთი როგორ ისინი აუცილებლად შეცდებიან იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა დიდი ნაკრები საქართველოს ნაკრები და ესე მოდა აი ესე მოგვიგეს ჩვენ კიდე ჩავედით და როდესაც გინდა პირველ ნომრად ითამაშო შეუტიო თუ გახსოვთ პირველ ტაიმში გამოჩნდა ვილისანიოლი ანიშნებდა ფეხბურთელებს კადრში გამოჩნდა წინ მასქენით რა მოკლედ შეუტიეთ იქვე წაართვით ბურთი მიახჭეთ ახლა ეს ცოტა ესეთი შესასრულებელი რაღაცაა რა ცოტა რთულია ამის შესრულება ხო და როდესაც გაქვს პრეტენზია რომ უნდა ითამაშო პირველ ნომრად იცი და შეუტიო და ასე შემდეგ მაშინ იქ უკვე უნდა კეთილი ინებოდა ბუნდი უნდა იყოს ისე დაქოქილი მწნელმა უნდა დაქოქოს თუ თვითონ უნდა დაქოქონ თუ ფსიქოლოგმა უნდა დაქოქოს თუ ბუდელმა უნდა დაქოქოს არ ვიცი მაგრამ უნდა იყოს ისეთი დაქოქილი რომ იქ ჩქარა გადააგდოს გადმოაგდოს ბურთი ფეხებში ჩახვ არაფერი მსგავსი ჩვენ პირველ ტაიმში არ გვინახავს იცი რაღაც აი კომუნისტების დროს ძველმა ჩვენმა ქართველმა გულშემატკივარმა იცოდა მე-9 სექტორის და მე-8 სექტორის გულშემატკივარმა დინამო და პროფესორობა დაიწყეს რა ჯიგრიანი სიტყვა ჰქონდათ პროფესორობა აი რაღაცა პროფესორულად გამოვიდნენ რა რომ ბიჭები ბურთს გააგორებენ და იქ ბულგარეთი მხოლოდ და მხოლოდ ბულგარეთი ეგრე არ არის კაცო ესპანეთი ჩამოდის თბილისში და თუ ინმეს სტატუსით ერგება პროფესორობა წესით ესპანელებს უნდა ერგებოდეს არა გენაცვალე ეს ამხელა ისენი რა ქვია და არიან კიდეც ხო და არიან კიდეც ამხელა ფერნან ტორესები და ისე არ იქცევიან ხო პროფესორებიც და იმასავით მოდიან იქ პატკაც საკეთებენ ფეხებში გიხტებიან ერთი მეორე ამ დასკვნა ხო უნდა გააკეთო თუ ესპანეთი შენთან იკლავს თავს და ვიკეთებს საჯის სამატებულ წუთზე შენ საჯარიმოსთან პატკად შენ რასაკეთებ ვერ გავიგე აკადემიურად ოდგეხარ ამ გარკვეულწილად ბრექი შეეპარათ რაღაც ესეთი პატარა ისიც რო ვთქვათ რა ეგრე გამოდის აი ხლა არ ვიცი ეს ბრექია ეს არის ის რომ არ უფიქრიათ ამაზე ბევრი არ ვიცი რაღაცა ისეთი რაშიც თავის თავს ვერ ერევიან თუ კიდე რაღაცა უფრო ამის მიღმა პრობლემები შეიძლება ნელს უფრო უნდა და არ ვიცი ფედერაციის წარმომადგენლებს თუ ვიღაცებს ეს ხალხი დაეკოკა ყოველ შემთხვევაში მეორე ტაიმში ხო ცოტა სხვანაირი იყო სურათი მაგრამ მოდი შეხლა რა ვართ იმ დონის გუნდი რომ 45 წუთი ეყოს იქ ვიღაცა ხო როცა გინდა გვიან გამოვიდნენ მდგომარეობა ეგრე ვეთამაშოთ პირველივე წუთიდან შეიძლებოდა მოგეგო ხო ხო არა თან ის იყო ძალიან კარგად გათვალეს თვითონ იმ ბულგარელმა ფეხბურთელებმა რომ ამათ სუსტი დაცვა დაცვის ცენტრიდან რამდენი ბურთი გადააგდეს ორივე ისეთი მომენტი შეიქმნა დაცვიდან გავიდა ის გოლები რა ეს სულთლად მარტო იყო ის კაცი დარჩენილი ბოლოს მამარდაშვილი რო ედგა წინ
რასაც მეორე გოლი. და კაციშვილი ვარ გავიდა იმაზე რა. ამარდაშვილი მოუწია კალათბურთელივით გამოვიდა სამქონიანი 800 ზონურ დაცვას პერიმეტრიდან იმასა არ ვასრულებდი. იქ და კარებში ვის ვაგებთ რომ აქ დახმარებოდნენ. მე მაპატიეთ რა აი თურმე არ მესმის მაგრამ იკითხებოდა რა მიუხედავად იმისა რომ ბულგარეთი მაინც სუსტი ნაკრებია და მაინც ბოლო ნაკრები იყო ამ შესარჩევში რა მაინც ბულგარეთი სუსტი ნაკრებია თავის თავთან შედარებით ლეჩკო სტოიჩკოვთან შედარებით და შენთან შედარებით ხლა რომ არა საერთოდ ხა 3-0 ქონდა მოგებული და ისე მოგებული ქონდა და ეხა ხო კი არ არის ეხა ბულგარეთი მართლა არ არის მაგრამ 2 წელია ეგრეა და ის 6-2-ები არ გვახსოვს არ არის მართლა არ არის ბულგარეთი ეხა დღესდღეობით ისეთი მაგრამ ნახე არც ჩვენ არ ვართ ხალხო არა არც ჩვენ არ ვართ ანუ ჩვენ გვეგონა შარშან რადგან ანუ აი შარშან რა იყო ჩვენი კი აი დედაშვილსა ვარ რა ვიცი ხო კი მიცნობთ ყველა და რანაირად შეიძლება მე რამე დავაკნინო მაგ ხრი მაგრამ რა მოვიგეთ ანუ ყველაზე კაი პორტუგალია მოვიგეთ იმას ნუ აქ ლუქსემბურგთან წლის მოვიგეთ იქ პენალტებით გავედით გავიგე ჩეხეთთან მამარდამ გამოაძრო ევროპის ჩემპიონატზე მთელი თამაში პორტუგალია мотиваციო იყო თუ რა ხა პორტუგალია და მოვიგეთ გავი და მე რაც დაუბრუნდით ევროპიდან ჩეხეთთან თამაში იყო მე თუ გითხა ნაკრების ისტორია საერთოდ თამაში ალბანეთი იქ ხო და აქ სახში ჩეხეთთან თამაში იყო და მორჩა ყველაფერი მან დამთავრდა საერთოდ ყველაფერი დამთავრდა და ამ ნაბახუსებზე არიანო ამ წვნელმა რა გუნდიო და მე არ გამიგია ერთი წელი ესა რა ქვია ბიჭო ვიცი ბრალე თუნდაც რომ ეგრე იყოს ხო ეხლა წავიდეთ არა ლოგიკურად მენტალიტეტი რაღაცა და მე უნდა ვქნა ეგ ამბავი არა შენ უნდა ვქნა ეგ ამბავი შენ გეხება კაცო მშივრები აღარ არიანო ისინი ევროპაზე რადგან ითამაშესო მშივრები აღარ არიან მაგიტო ვეღარ მე რას მიკეთებ შენ? აი ზუსტად ეგ და ტაქტიკა და სტრატეგია შენ არ გესმის და თამაში შენ არ გესმის ახლა კარგათო თამაშობ ფეხბურთს გავიგე მაგრამ ერთადერთი ჩვენი ნაკრები კაჩავდა იმით რომ იყო ფსიქოლოგიურად აბა ბიჭებო წავედით ეგ მასე გავედით რომელი თამაშის განსაკუთრებული ტაქტიკა რომელი თამაში იყო განსაკუთრებული იმით რომ წოცნე აი იმენა სამიორმა მოიგო ტაქტიკის ბრალე არაო ხო და ის რა ქვია ეხლა ის მენტალიტეტი თუ мотиваციას თუ აღარ აქვს იმ ტიპს კარსო მე რატომ მეუნები შენ თორ მოაგვარი არა თან ახე გოჩა კი დაუშვათ ესეა დაუშვათ გასაგებია ნუ შივრებია მწერალს შეეხნენო და მე ვეღარ ჩამოდიანო მაგრამ ну ესე უნდა გავაგრძელოთ ეგ არის დასკვნა გამოსავალი რა არის აი გამოსავალი ხო ეგ გავიგე კარგი ხო და მაგას შეიძლება მასეც მე უნდა მოძებნოს ის გამოსავალი კაცო ხო და ჩვენ გვეკითხება ამ ჩვენ ხო და მაგას ვიდახი მე რატომ მეუნები სხვათა შორის გუჩი ახლა არ ვიცი რამდენად ეხება ეს ზუსტად ეს ახლანდელ გუნდს მაგრამ ცხონებულ რამაშენგელიასგან მაქვს ერთადერთი რამაშენგელია იყო ვინც მაშინდელი თბილისის დინამოს შესახებ თქვა რომ ჩვენო იცი რა დაგვემართაო მაშინო რომ ჩვენს გონებაში ჩავთვალეთო რომ მორჩა მწვერვალს მივახციეთ ეხლა მაშინდელი ყიფიანი შენგელია გუჩაევი ეს კაცო ხო არა გავიგე ესენი შეჯიბრებაში გავიდნენ ისინი კი არათუ გავიდნენ მოიგე შეჯიბრება არაფერი მოიგე სხვა რაღაცას ვამბობ ეს დაგვემართაო რა რამაზე ამბობდა ცხონებული რა რომ ჩვენო ოღონდ ეგ დაემართათ 80 რომელში 3-ში 2-დან ხო და 97-დან ხო იყო ის გუნდი ხო მოდიოდა ანუ 5 წელი ჩემპიონატი მოიგეს თასი მოიგეს ორჯერ 66-69-ში გავიდნენ 5 წელი იყო და იმით დააგვირგვინეს რა ხო და მე მართლა მოგბეზდება რაღაცა მეტი შეიძლება მეორეჯერ შეიძლებოდა არა შეიძლებოდა ხო რა თქმა უნდა ხო ნუ რაღაცა იქ აფსაიდების გამო აღარ გაგვიმართლა მეორე წელს და ისავქენი ხო მაგრამ იმათმა მართლა მიაღწიეს რაღაცას მიაღწია არა თვითონ ხო მაგიტო ვამბობ შეიძლება ზუსტად ესე ესადაგება მეთქი მაგრამ ეს თემა იცი რომ აი რაღაცას მიაღწიე და მეტი აღარ მინდოდა უკვე იმიტომ რომ ჩავთვალე ამაზე არავინ არ ლაპარაკობდა არც იმ თაობის ხალხიდან და ცხონებულმა რამაზე ნახე რას მე წამიკითხავს ბევრი იცი ზოგ სპორტსმენს დეპრესია ეწყება ბევრი წარმატების მერე აი როგორც ხო გაგვიგია ხოლმე ბევრზე აი იმ ხელა მაყუთი იყო რომ ვეღარ იმაშვებოდა და იქ რაღაცა მაიმუნობა დაიწყო იმიტომ რომ არაფერი აღარ აკლდა ბევრი სპორტსმენი ყველაფერს რომ მიაღწევს მე აბა მე სადღაც ავიდე
და ცხოვრებაში мотиваციას რო კარგო რაღაცა იმას ხო გეწყება რა რაღაცა ისა რა ქვია ეგ გავიგე და ყოფილა ეგეთ მასეთ დროს არის საჭირო ის ფსიქოლოგი ის კარგი მწვრთნელი ის ამერიკელი მოცურავე რო იყოს მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი მაგას რა ემართებოდა იცი წავიკითხე მაგისი მისი ინტერვიუ ვრცელ ინტერვიუ ყოველი ოლიმპიადის მოგების მერე რომ ჩამოდიოდა ესე იგი იმდენად იყო ფიზიკურად და ემოციურად გამოფიტული რომ ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ცუდი გაგებით კლინიკური გაგებით დეპრესია ემართებოდა ხო ჩაიკეტებოდა ოთახში სინათლეს არანთებდა რამდენიმე თვე საჭმელს არ ჭამდა რაღაცა უკაკუნებდნენ ზალათი შედიოდნენ აი რაღაც საშინელი პერიოდის გავლა უწევდა სანამ ისევ ამოაძრობდნენ ამ მდგომარეობიდან და ისევ იწყებდა შემდეგი ოლიმპიადისთვის მზადებას. ნუ ეს ურთულესი რაღაცაა და ხო რა, იმიტომ მართალი ხო მაგრამ ფელპსი ახლა ჩვენებული და ახლა ეგ რაღაცაა. ხო და რატო უნდა ჭირდეთ კაცო რა? ხო და ეგ არის თუ ეგ ჭირს, შენი ბრალია ზღვა თუ ეგ ჭირს. არა, ისევ და ისევ მე მგონი იქიდან აი ეს ტაქტიკაც ახლა ერთ ტაქტიკურად გასაგებია სანეული არ არის არც არასოდეს არ ყოფილა იმ დონის წნელი რომ ტაქტიკა ყოფილიყო მაგისი თავარი ნიშანთვისება უფრო რაღაც იმის ანჩელოტესთან ამუშევარია და უფრო ის იყო მაგის ატმოსფეროს წნელი იყო ტაქტიკურად ერთი მაგარი რაღაც რაც გააკეთა ერთი არა ნუ მეტიც მაგრამ ეს ჩაკვეტაძე ის კიტეიშვილი ქოჩორაშვილი სამეული რო შეკრა ეგ გააკეთა გასაგებია და რაღაც მოარგო ოღონდ დავიღალე უკვე მე რამდენი თუ ამბობ ამას აი რა უნდოდა რატო შეცვალა ეს ყველაფერი რატო დაანგრია თავისივე ხელით მაგას ვერ მივხვდი შარშან ოქტომბრიდან რას ერჩოდა ამას აი ამ ტაქტიკას რას ერჩოდა მე ვერ მივხვდი და ფაქტია ვეღარ აღდგა მე კიდე მეორეს დავამატებდი ერთს რომ იცით რა დაცვა მოისპო აბალი გუნდი გავხდით ჩაწოდება გოლია რა ქვია ზოგიერთმა ფეხბურთელმა მოუკლო ქოჩორაშვილმა იმ რა ქვია ჩაკვეტაძე არ ყავდა ეხა მიქაუტაძეც არ ყავდა გასაგებია მაგრამ შენ როცა მწვრთნელი ხარ ხო აი მასეთ რამეს მე მგონი არ უნდა ამბობდე რომ ის რა ქვია ის მუხტი აღარ არის და ის მუხტი რატო არ არის მაშინ გამოდი და თქვი გაგრძელება მოაყოლე რა მწვრთნელის ბრალია მე თუ მკითხავ ეგეთი რაღაცა ყოველთვის არის მწვრთნელის ბრალი მუხტი თუ არ არის ვინმეს თუ სტიმული არ აქვს ვინმეს თუ мотиваცია არ აქვს ვინმეს თუ მენტალიტეტი არ ვინმეს მენტალიტეტი თუ არ მოგწევს შენ ხარ ანუ მწვრთნელი თავის სიტყვაში მოიაზრებს მაგას ყველაფერს რომ შენ უნდა მიხედო მაგას კაცო და იმას დავამატებდი წერანე ფელპსის ვარიანტი ეხლა გახდა ეს მენტალიტეტი პრობლემა ხო ეხლა გახდა 4 წელი ხო არის კაცი ესა და ეხლა გახდა უცებ ესა ჯორჯიან მენტალიტეტები არა მენტალიტეტი არ მოეშუნება არა ეს არის არა ხო თქვა მენტალიტეტის პრობლემა არის არა ბოსკამპმა სხვა რაღაცაზე თქვა კაცო იგი კაცი ვარჯიშზე არ მოდიოდა იმიტომ რომ სახინკლეში იყო თუ რაღაცა ეხლა ის ბოსკამპიდან მანქანით ჩამოვიდა ეხლა პირველი საფრთხე ხო არა თუ გასაგებია ხო მაგრამ ეხლა გახდა ეგ ეხლა იპოვა აღმოაჩინა ხო არა მეც ესე მგონია რომ პოულობს გამოსავალს და რაღაც უნდაოს ხაშიაც მინდოს ხელს. ეგრე ამთავრებენ ხოლმე ზოგადად ეგრე ამთავრებენ. ხო და ეგ არის ცუდი ბიჭო, ტიპი არის გერმანელ ფრანგი. და მაგისგან არ ელოდები რომ კიდე აქ მე უნდა დამაბრალოს რომ იცი რა შენ აი ზვავ ქართველი რო ხარ აი აგერ შენნაირი აი შენ თანამემამულე ნახე როგორც ვოთიქს ბევრი ყოფილა ეგეთი მწმელი და ვიცი ჩვენ ვინც თიც იშვერდა ფეხბურთელებისკენ და ზოგადად სხვისკენ თავის შეცვლას რო არ აღიარებდა როგორც დაუმთავრებია რა ფაქტია რომ შესულია ქართული ფეხბურთის ისტორიაში მან ისეთ რაღაცას მიაღწია და ეხლა იმის თქმა რომ იცი სხვა რო ყოფილიყო იმ ესპანეთთან მეოთხედფინალში მოუგებდა და გავიდოდა ნახევარფინალში და მაგაზე ხო არც ამას მუდმივად მადლიერი ვიქნები ხო მუდმივად მადლიერი ვიქნები არ გამიგოსული ხო ჩამოკიდეს ღირსების შესაძლოა მილიონი მადლობა მე შესაძლოა უკვე მართლა დადგა დრო როდესაც უნდა დაფიქრდეს თვითონაც სადღაც სხვაგან წასვლაზე ანუ ისიც თქმა მინდა ცუდი კი არ გახდა უბრალოდ შეიძლება ამოწურა ნუ ეს სამსახური და ნახე თვითონაც კარგავს დროსილო თვითონაც კარგავს ეგ რო ახლა შარშან ევროპის ჩემპიონატის მერე წასულიყო ძალიან კარგი თეთრცხენზე წავიდოდა ხო ხო ძალიან მაგარი კონტრაქტი წავიდოდა რაღაც მაგარ კლუბში არ ვიცი ახლა
რეალ შეიძლება არ აიყვანა კაცო, მაგრამ რაღაც მაგარ ახლა ვეღარ წავა ისეთი მაგალითის ვარიანტი ხო კონდა ახლა უკვე CV როგორც ასე ვთქვათ ხო გიფუჭდება რა მაინც კარგი CV-ია აქ ახლა მაინც კი რა თქმა უნდა ახლა უკან მოდის რა და რა იქ CV-ში წერია რომ საქართველოს ნაკრები გავიდა მაგის ხელში პირველად ევროპის ჩემპიონატში და გავიდა მეოთხე ფინალში ჯგუფიდან გავიდა მეოთხე სულ რომ აი ხა მე რო ვიცოდე რომ ერთი სიტყვაც კი არ ქონდა ნაკრების ფეხბურთელებისთვის მაგალითად მაინც მადლობელი ვიქნები კაცო მაგისი რა რასისულელია ხელასი ხარუს მოგვასწროდა იმ ხელასი ხარუს მაგრამ არის მეორე ვარიანტი საქმის პონჩი რო შეხავ ბოდიში არა პირიქით ბოდიში დასამბო არა ხო და ნახე მადლობელი ვიქნები რა თქმა უნდა ყოველთვის მაგრამ საქმის პონჩი თუ შევხედავთ ამ იმას ხო საქმე ხო გრძელდება იქ ხო არ დამთავრდა ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გავედით კიდე იმის მერე ერთი შესარჩევი ქონდა აგერ მეორე შესარჩევი ქონდა და ყველაზე გულმოსაკრავი არ ეთყობა იმას რომ ეს კაცი აი ესეთი თაობა რო იკარგება რა ეგა ყველაზე გულმოსაკრავი რა ხო ყავს რა სოფლიო დონის ორი ფეხბურთელი ყავს სოფლიო დონის ხო სხვა რაღაცა და ეს იკარგება სხვა რაღაცა მეორე მომენტია კიდე აი ვამბობთ რომ თქვა დროა იქნებ დაფიქრდეს იქნებ წავიდეს ნუ მე უფრო ისე ვამბობ რა ქვია დავშეკავებით ამას თქვენ უფრო კატეგორიულად და რადიკალურად მაგრამ არა მეორე საკითხი, კაი ეს წავიდა ვინ მოდის. ანუ ჩვენ თუ არ ვთქვით ვინ რანაირი მწვრთნელი მოდის, ეს თუ არა ვთქვით რა გვინდა, ეს თუ არ მოვიფიქრეთ ჩვენ და ახლა ფედერაცია მოპირველებს და ნუ ჩვენ ყველა ისე ეხლა ნუ აი წავიდა მერე და ერთადერთი შენ ხარ ვისგანაც მე გამიგია გეუნე მართლა გეფიცები შენ ხარ ერთადერთი ვისგანაც მე გამიგია ვინ უნდა მოვიდეს შენ იძახი რამასვანაძე უნდა მოვიდეს ხო ვიძახი სხვისგან არ გამიგია იძახიან მარტო წავიდეს ან წავიდა მერე ხო და ეგ ხა ჩვენი საფიქრალი არ არის ნუ რა ჩვენს მაგალითად მე მაქვს აზრი რომ მაშინ დამიშნელი რომელიც არის მშიერი და არ მიუღწევია რაღაცა წარმატებისთვის განსაკუთრებული აი როგორც სანონით ამ დამნიშნულ მე მაშინ ფედერა და მე უკვე ვექნება ვალდებულება რომ მე მოვიდე ბორდის თავმჯდომარე ჯერი ეტაპები უნდა გაიარო ხო და ის არა ქვია ხო არა ბესპის რასაც ამბობ ახლა მაგრამ მე მაგას ესე ვერ გეტყვი უბრალოდ რაღაცას რო ხედავ რომ არის შესაძლებელი ანუ უკან მოვდივარ ანუ ნახე სულ უკან მოვდივართ ბოლო წელიწადზე უკვე ცოტა მეტია რომ უკან მოვდივართ ესე იგი შესაძლებელია რაღაც მე იმას ხვდები რომ შესაძლებელია რითი უნდა შევცვალოთ ეგ უკვე ვისაც ევალება იმან მოიფიქროს კაცო იმას ხელფას იღებენ ეგენი ხო არა იცით რა ეხა რამასვანაძე მაგალითად მე ძალიან მიყვარს რაც კარგი პიროვნება კარგი ურთიერთობაც მაქვს მაგრამ იცით რა იმისიც მეშინია რაღაც აი ავტორიტეტის ამბავში რა მეშინ მიუხედავად იმისა რომ ამ ბიჭებთან იმუშავა 19 წლამდელთან ნაკრებში და 17 წლამდელთან ნაკრების დროს ის იყო ანალიტიკოსი აი რაღაც იმის მეშინია რომ მართლა ყველას რო უყვარს რაღაც არ შეიცვალოს მის იმაში ეყოფა ის ავტორიტეტი აი ეგ მაინტერესებს თუ ალბათ ყველა ვარიანტში დასალაპარაკებელი. მაგის ხელმძღვანელობთ არ თამაშობს და ამ ნაკრების ნახევარი. ეგავთ ხო და ეგავთ ხო მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს უკვე დიდი ნაკრებია. ბუშინწინდელ გაზევალკაში კი არ შევლენ. მაშინ კაპელოსა ავტორიტეტი. ბუშინწინდელ გასახდელში კი არ შევლენ ესენი შევლენ უკვე დღევანდელ გადახრდაში სადაც ვიღაცა შედის უკვე წამყვანი ევროპის წამყვანი გუნდის ფეხბურთელის სტატუსით და ეს ისე რამაზ მასწავლებელია რა. არა ეგ რამაზ მასწავლებელიც ხო გაიზარდა. ანუ რისი თქმა მინდა იცი რამაზ ძალიან დიდ პატივს სცემ და ყოველთვის მხარს დაუჭერ და მიმაჩნია რომ არის უდადებით ეს იმოვლენა ქართულ ფეხბურთში. მაგრამ მე მის ადგილზე დავფიქრდებოდი თუ შემოთავაზებდი. ხო მეც დაფიქრება ახლა რა თქმა უნდა დაფიქრდება, აბა ისა ხო არ იქნება. მე უბრალოდ მიმაჩნია მე როგორც ერთ ადამიანს რომ უნდა მიეცეს შანსი რამას ვანაძეს. ყველას თავისი ართალი ახლა ბევრი იძახის რომ ახალგაზრდულ ნაკრებში რა უნდაო საერთოდ მოაშორებთ მაკიდან რომ ანუ გუშინდელ გერმანიასთან და იმის კაცო მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრები ხო ძალიან სხვა რაღაცა არის რა ორი წელიწადში ერთხელ გეცვლება შემოგვიყვება ავარი დანიშნულება რა არის ახალგაზრდულს რომ მოუმზადოს გუნდი იმას ხო და ამ კაცს ნუ ერთხელ ისე მასპინძლის სტატუსით გავედით და მეოთხედ ფინალამდე გაგვიყვანა და იქაც პენალტებით წავაგეთ თორე ოლიმპიადაზე გავდიოდით საერთოდ აი ერთ-ერთი ჩემი ყველაზე დიდი გულის წყვეტა იყო ალბათ საფეხბურთო იმაში ეგ გამოვიდა მეორედ გაგვიყვანა და არ ვიცი ბოდიშს მოვიხდი ყველა იმ ბიჭთან ვინც იქ თამაშობდა მაგრამ ეს ნაკრები ახლა რითიც გაგვიყვანა რამასვანაძე
არ ყოფილა ისეთი ვარსკვლავური ნაკრები, როგორიც თქვა თუნდაც წინა ნაკრები, სადაც ზურიკო მამარდა და რა ვიცი, იმ თამაშობდნენ, ხო? ხო, ნაკრების ფეხბურთელი. დამეთანხმები ალბათ რა, ახლანდელი ნაკრებში არ არიან ისეთი სტარები. ახლანდელი კი არა, აზაროვი იყო. ხო, არ ყავდა და რამას ვაძემ გაგვიყვანა. ანუ ბრძოლით გაგვიყვანა, მასპინძლის სტატუსით კი აღარ გავედით. შვედეთი ჩავტოვეთ და ხორვატიას მოუგეთ. ხო, კი ბატონო, კი და მაგას ვიძახი რა, ანუ ამ ბიჭმა გუნდი შეკრა. არის მაგარი მოტივატორი, აი ილონ რაც ხო, მე როგორ ტაქტიკოსიც არის. არა, ხო და როგორც ტაქტიკოსი სანიელს თუ არ აღემატება, არ ჩამორჩება ყოველ შემთხვევაში რა. იცი რა, ამე დაინახეთ თქვენ სანიელის მე ილიას ნუ ეხლა კი არ გეკამათების სწორედ გამიგე, უბრალოდ ვეთანხმები ილიას რაში იცი? შენ თუ გახსოვს კვარაცხელიამ რომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა PSG-სთან ერთად სანიოლმა შემდეგ პირველივე ინტერვიუში რა თქვა ამის შესახებ, როდესაც კითხეს. მან თქვა, რა კარგია, ახლა ორნი ვართ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები. ნახე რა თქვა? თავის ხაზს გაუსვა. თავის თავს გაუსვა. მე ვარ ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ანუ თავისი ავტორიტეტი, მე რო შემოვდივარ. მე შემოვდივარ როგორც ჩემპიონი. გაჩუნდეს ერთი პირველი ტაიმის მერე შეცვალეს ჩააგდო ის თამაში. კარეუმ რა დღეში ჩააგდო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს შემოიყვანეს იანკერი. სხვა ტალღაზე ნუ გადამიყვანთ, სხვა ზეპირად მახსოვს ეგ ფინალი მწარეთ ეხლა. სხვა ტალღაზე ნუ გადამიყვანთ, იმ კაცმა ავტორიტეტის მომენტს გაუსვა ხაზი. ეხლა იქ როგორ ითამაშა? ავტორიტეტის მომენტს გაუსვა. აი ბლოხინის და იმის ვარიანტია შევჩენკოსისა უკრაინის ნაკრებში ხო იყო ეს ბლოხინისა რა პირველი ესა კროსბურთის მფლობელი და მე შევჩენკო ხო დაეწია ამით ნუ ბელანოვი და მე შევჩენკო და ბლოხინი მაინც ესე იდგა რომ არ თმობდა თავისას რომ ჯერ მე ვარო აქ რა მე შევჩენკო თუმცა მე მგონია რომ მე ვიხუბრეთ ორე მაგარი ფეხბურთელი იყო კაცო რაზე ალაპარაკი ეხლა თუმცა მე იმხელა ფიგურა იყო ზიდანს მაგან უსაყვედურა პირველმა იმენობა მაინც სხვა პროფესიაა და ეგრე არ უნდა იყოს ეგეთი რაღაცა სულ სხვა პროფესია აი მე მგონია რომ რამას აქვს საკმაო ავტორიტეტი და საკმაო გაგება იმისა რომ გეტყვი მაგას ეგ მოჩამთქავს და ხო აი მწვრთნელის ამბავზე ვიტყვი რა ძალიან ცოტა მოიძებნება ალბათ საქართველოში ისეთი გულიანი და ისეთი აი როგორიც უნდა იყოს ფეხბურთი როგორც იყო თემურ კეცბაია ხო აი ეგეთი თავდადებული და ეგეთი აი გადაგიჟებული ადამიანი ძალიან იშვიათი არის ხო მაგრამ მწვრთნელობის დროს კეცბა სხვანაირი იყო რა ანუ მწვრთნელობა სხვა რაღაცას მოითხოვს ხო სხვა პროფესია აბსოლუტურად სხვა რაღაცა რაღაცნაირად ისე გამოდიოდა რომ ხან ვიღაცასთან ვერ ძლაგდები ადამიანი ხან ვიღაცასთან ანუ არ მინდა ვინმე მირო კეცბაზე კი არ ვამბობ რამეც მაგრამ ის სხვა რაღაცაა ეს სხვა რაღაცაა გაიგე მწვრთნელობა ძალიან სხვა რაღაცაა ხალხო აი ძალიან სხვა რაღაცაა ხოჭა ამასწინათ შემხვდა ერთი ყოფილი ფეხბურთელი არა აქ ახლა მნიშვნელობა სახელი გვარი რა მნიშვნელობა აქ ხოჭაში შემხვდა რა და რაშები როგორ ახარ რაღაც მოვიკითხე და მითხრა რომ ცადეო მწვრთნელობაო ბავშთა გუნდში ცადეო ისეც ცადეო და აი მივხვდიო რომ აბსოლუტურად არ იყო ჩემი საქმეო საერთოდ არ მაინტერესებდა და არაფერ შუაში არ იყო ჩემთან ეს პროფესიო და რაღაც სამოქალაქო სულ სხვა ფეხბურთთან რო კავშირში არ არის ისეთ პროფესიაშია დღეს ის ადამიანი რა განსაკუთრებული რაღაცაა რა სხვა რაღაც ხო აი მარჩელო ლიპის აქ ნათქვამი სოფლიო ჩემპიონი რო გავხდი 22 ფეხბურთელი ხომ ყავდა უგუნჩი 23-იო აქედანო ნახევარს ვეზიზღებოდიო რა მაგრამ მე ეს გათავისებული მქონდაო. ხო. ანუ ყველა სხვა რეყვარები. იმიტომ რომ არ ათამაშებ ყველა ხოიც ფეხბურთელი, მაინც ისე და ძალიან სხვა რაღაცა. ეს ხშირად აი იმდენად რაღაც განსაკუთრებული ის აქვს, რასაც ჩვენ ვერ ვწუდებით. აი მაგალითად პირველ რო თამაშობდა გახსოვს მწვრთნელობა რო დაიწყო, ყველა ამბობდა, აუ ამისგან რა მწვრთნელი დადგება, ისეთი ფეხბურთელი იყო. ჯერარდი, ხო და ხო ჯერარდი. ვერ დადგნენ. ჯერჯერობით რა ვიცი ყოველ შემთხვევაში. ბიჭო, აი სამაგერო დადგა ჯენტილე, რომელიც იყო პლატინი ვერ დადგა მწვრთნელი. მარტი მაგალითად. მე დავამთავრე ფიზიკა, მათემატიკური სკოლა. ხო. ჩემ ბავშვს პირველი კლასიდან ვეჯექი ხოლმე და მათემატიკაში ვეხმარებოდი. ჩემ გოგოს.
იმიტომ რომ უღამი მქონდა, აი მიყვარდა მასთან ერთად რომ მეცადინეობდი და მიყვარდა რომ რაღაც ახალს ვაგებინებდი და რაღაცა ეგ პროცესი. ყველაფერში მივდიოდით ძალიან კარგად მათემატიკის გარდა. იმიტომ რომ ის რაღაცას რომ ვერ იგებდა მათემატიკაში, მეწყებოდა სრული შოკი. ხდებოდი არაადეკვატური და ერთხელ ვუყვირე კიდეც ბავშვს, რაც ცხოვრებაში არასდროს არ მიქრია და რავი, აი დღემდე განვიცდი იმ მომენტს, როცა აი პატარა იყო და მეთქი არანაირად ვერ ამოხსენი მამა რაღაც აი ანუ არანაირი მწვრთნელი ჩემგან არ გამოვა არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ ის საქმე ძალიან კარგად ვიჯო, 2-ჯერ 4-ია, ვიცი კაცო. და ისიც ვიცი, როგორ უნდა აუხსნა ბავშვს, მაგრამ ბავშვი როცა რაღაცას ვერ გებულობს და შენ ამდროს აღარ გაქვს იმის უნარი, რომ აუხსნა, ანუ შენ არ ხარ იმ საქმისთვის დაბადებული. მე ვერასდროს ვერ გამოვალ კარგი მასწავლებელი. მაგას მივხვდი ჩემ ბავშვთან ურთიერთობა დავსტრესე ბავშვი დღემდე ისა ტრამვები მოყვება ჩემი მათემატიკის იმის გადაქვია რა. ხო და მაგას ვიძახი, რაც არ უნდა კარგად ოლიმპიადებზე, რაღაც მათემატიკის ოლიმპიადებზე წარმატებებს მიაღწია, ამაში ვერ გამოვდექი. ჩემ საკუთარ შვილს ვერ აუხსენი სწორად რაღაცა. ანუ იქამდე ვერ ისავკი ვერ გავაგებინე რაღაცა, ხო? ხო და ეგრეა კაცო იმ მწვრთნელობას რაღაცა, აი რაღაცა უხილავე, აი როგორ რაღაცა უნდა შეგეძლოს ნერვების მოტოკვა იქნება, იმის მდგომარეობაში შესვლა. მითხრა მე ბერმა რომ ბიჭო, შენ რო ისეთი იყავე, არ ნიშნავს რომ შენი შვილიც ასეთი უნდა იყოს. შენი შვილის ხვანაირია, იმას შენზე მაგარი აქვს სხვა რაღაცები. პლუსები აქვს. ხო და მოდი სხვანაირად, კარგი, ეგრე ვქნა და სანამ მე გადავხარჯე არა, აი უხილავე ძაფია რა, რაღაც სიყვარულს გავს რა შემთხვევაში, რომ აი რაღაცა მწვრთნელობა ისეთი ხიზანას აქვს ნათქვამი, სხვათა შორის მაშინ გითხრა, რომ აი იყო ჩემს პერიოდში მწვრთნელიო, მაკლიშზე თქვა სხვათა შორის, რომ ისე ვიყავით ფეხბურთელები განწყობილი, რომ მწვრთნელისთვის თამაშობდით. აი ძალისთვის შემეძლო თავი მომეკალაო რა. ზოგიერთ ქართველ მწვრთნელზეც გამიგია ეს სხვათა შორის, ახლა არ მინდა დავასახელო. ნუ ვიტყვი, დევდარიანზე გამიგია, რომ აი ესეთი ტიპი იყო, რომ ფეხბურთელებთან ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა, რომ იმის გულისთვის თავს იკლავდნენ. შემდეგ ნუ გარკვეული იმის მერე ეს ქრება რაღაცა ის ყოველთვის ვერ ახერხებ ამას, მაგრამ სვანაძეზეც გამიგია ესა. უბელოთ აი სვანაძეზე ისე. აგაშენა ღმერთმა, თუ გაგიგია, მაგრამ აგინდა ისო ავტორიტეტი არაფერი ავტორიტეტი. თავს მოიკლავ კაცის იმიტომ რომ ავტორიტეტი მე რა არ მინდა. რამა სვანაძე არის ახალგაზრდა კაცი. ძალიან ბევრი წელიწადი აქვს წინ, ძალიან ბევრი წელიწადი აქვს წინ და მე არ მინდა რომ ეხლა ის ნაჩქარევად გახდეს ნაკრების მწვრთნელი, მე სამ თვეში ატყდეს ისე ბატონო არ გახდეს არ ნიშნავ მე. არა, ვჟელობ, უბრალოდ ვჟელობ. სამ თვეში ატყდეს გადადექი, მე გადადგეს და ამან მის რაღაცა კარიერას ავნოს, ხო? აღედა ამჩა, ხო, გასაგები. თან ნახე, როგორ რაღაცა იცი რომ ქართველისთვის გაცილებით მტკივნეულია ეს ქართველებისგან ნეგატიური ინფორმაციების მოსმენა, ვიდრე თქვა სანიოლისთვის რა. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან ხო, აი რაღაცა. ეგ ისეთი რაღაცა არის რა. მე ხა ვიღაცა 15000-მა ფრანგმა რაღაც კომენტარებში რომ ისაგას არის. მოდი იცი რა ვთქვა. სანიოლი წავა ეგ სენტეტიენში დაკლავს ბაყაყში სხვანაირად დავსვათ კითხვა რა. ანუ სვანზეზე თუ არის ეს კითხვის ნიშნები რა. მე მიმაჩნია რომ დღესდღეობით ყველაზე ავტორიტეტული ქართველი მწვრთნელი ეგ არის. მე მგონი რა. ხო ნუ ახ კეცბაიას იმებს არ ვთვლით რა. აქ მომუშავის გეუბნები. გამოდის ისე უცხოელი უნდა ჩამოვიყვანოთ? რატო გაჟინა? ვინც მომაგებინებს ის ჩამოვიყვანოთ? ხო, არა, მომაგებინებს ახ ვარ წერი. გინდა ხარაგაულიდან და გინდა პარიზიდან. პავლე მოგაგებინებს, ხო? არა ვერდი ფედერაცია. არჩიო, ხო? ხო, ანუ მივდივართ ისე უცხოეთში. რატო არა? ვიცი თუნდაც. ხო, მაგრამ ეგ მაინტერესებს რა. რატო არა? ხო, რა ვიცი, მე ადვოკატმა კურაშაო გაიყვანა სოფიო ჩემპიონატში. სხვათა შორის დიკ ადვოკატი და შენ ერთდროულად გაგიცანით მე. ბათუმში რო იყო ეინთხოვენი რო ხალხი. მაგ ადვოკატის მერე მე მივდივარ კურასაოში. და ხო, ეგ არ ვიცი ახლა როგორც გინდა და შენთან ურთიერთობა გავაგზელე მერე და ადვოკატთან აღარ გავაგზელე. ადვოკატის ასაკი დავინტერესდი და 78 წლისაა. 78 წლის.
და აგერ ეხლა აუ ისე მწნელობაზე გამახსენდა წერა გუშინ მე განათებოდა. აი რამდენად ძნელია კიდე ეს შვილი რო ყავს ძნელი ეხლა ჩეზარე მალდინი კაპიტანად დანიშნა პაოლო მალდინი იმ დროს და ეხლა როგორ უნდა ეკნა სხვანაირად ყველაზე დიდი ფეხბურთელი იყო. მე თვითონ მითხრა რა ქვია ხევისბერი გოჩა ხო არ არის აბა რა სიზავდა ეხლა თავის შვილს დანიშნა. კაი კიდე საკითხი შევეხ მარტო მწვნელია პრობლემა? ეხლა ჩვენს გუნდში ნეტა მარტო ანუ მოედანზეც არის ხო იქ რა შეიძლება მწვნელი ეუბნება რომ აქეთ გაიქეცი და კაცი აქეთ მირბის არის ეგ პრობლემა? მოედანზე არა ნახე მოდი მე ვიტყვი და მე ფეხბურთი აი დამეთანხმებით ალბათ რომ არ არის მარტო 4-4-2 ან 4-3-3 ან რაღაც ხო ფეხბურთი არის ბევრი რაღაც ერთად ერთობლიობაში როგორ შარშანდელი წელი რო გავიხსენოთ ხო რა ხდებოდა მთელ საქართველოში მთელი მე არ ამგონია რომ შარშან მარტო ფეხბურთელები ან მწვრთნელი გავიდნენ არ ამგონია კი არა ზუსტად ვიცი შარშან ყველა ერთად გავიდა ყველა ერთად გავედით ევროპის ჩემპიონატზე ნებისმიერი სპორტი არის ემოცია ყველა სპორტის დედავატირი აბსოლუტურად. აი რა ჩემი ფეხებია რატომ უნდა ვუყურო ვიღაცა რომ ვიღაცას ეჭიდავება. რავი რა ეჭიდა უნდა იყო. რატომ ვუყურებ? ვუყურებ იმიტომ რომ ვიღაცას ვქომაგობ, ვიღაცისთან ემოციური ბმული აქვს რაღაცა. მაგ და მაგიტო. იგივე ფეხბურთი, რავი. ლოკერენი ვესტერლო საქართველოს ნაკრებზე უარესად არ თამაშობს არც ერთი გუნდი. შეიძლება 1-2 ჩვენ ნაკრებს კარგ, მაგრამ შეიძლება ლოკერენ და ვესტერლუსას უთამაშია, ძალიან კაი თამაშები. სამწუხაროდ არ მიმიდევნებია თვალე. ხო და რავი, ფეხბურთია, ისიც ფეხბურთია ესეც. რატომ არ ვუყურებთ ჩვენ ლოკერენი ვესტერლოს და რატომ ვუყურებთ საქართველოს ნაკრებს? იმიტომ რომ ამასთან ჩვენ ბმა გვაქვს. ჩვენია. ჩვენია, გაიგე და ნახე 93 წელი მალტას როდესაც თამაშით ილოში ყველაზე კარგად გემახსოვნება პირველ სახში 14 1994 წლიდან მე ხო ამხანაგური ერთ-ერთი ხო საშინაო თამაში არ მქონდა გამოტოვებული სანამ ფეხი არ მომაძრო ვიღაც შოტლანდიელმა და არ გაუმაზე შარშანწინ თამაში კოლინ ჰენდრიმ ხო და რატო იმიტომ რომ ეს არის ჩემი ნაკრები ჩემი ქვეყნის ნაკრები და მე ვაიგივებ ჩემ თავს იმასთან. დღესდღეობით გარდა ტაქტიკა სტრატეგია ნახე რაც არ უნდა კარგად დამიხაზოს მწვრთნელმა რაც არ უნდა ისახნას ის ამბავი რაც იყო შარშან ის არის დაკარგული. ის აღარ არსებობს. და დღეს ხარ ვიცი ეს როდის დაიდება, მაგრამ როცა ვწერს დღეს იყო თუ გუშინ ღამე იყო რომ ჩვენს ერთ-ერთ ვარსკვლავს ეს გაუკვირდა. რომ უი მე რა არის რაღაცა გულშემატკივრები აღარ გვიდგანან გვერდში. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი მოწინააღმდეგე იმის რომ რაღაცა იქ რუსული კანონია თუ რა მე სულ არ მინდა რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩაკვეტაძე ან ანზორ მექვაბიშვილი ერკვეოდეს რუსული კანონი გამჭვირვალობის კანონი იცი რა ეს პუნქტი სწორი არა საერთოდ არ მინდა სისულელეა არანაირად არ უნდა ერკვეოდეს მაგრამ დღეს ძალიან სხვა სიტუაცია აქვს ქვეყანაში და დღეს რამდენიმე ნახე 2010-იანებშიც კი საქართველოს ესპანეთის ყველა ბილეთი გაიყიდებოდა მალევე აღარ გაიყიდა ეს ბილეთები აღარ გაიყიდა მე ძმაკაცი მყავს დიუსელდორფიდან კახა გაბელაია ვენაცვალე მე იმას ყველა თამაშზე მოფრინავს საქართველოში ანუ წარმოგიდგენთ გერმანიიდან ყველა თამაშზე მოფრინავს საქართველოში ნახულობს თავის ოჯახს თავის დაიკოს მიფრინავს უკან ყველა თამაში მოფრინავს და ყველა თამაში მე გოჩი გეხოცები ბილეთი ამიღებ ეხა აღარ უთქავს გო ჩავიღე ბილეთი მითხრა აიგე რატო რა მოხდა რავი 10,000 თამაში წაგვიგია აქამდე მე ცხოვრებაში თამაში არ გამიმაზია საქართველოს ნაკრების დახურული თამაშები რო იყო იმაზეც კი ვარ ნამყოფ შეპარული მე ყაზახეთთან და უკრაინასთან დაინერთ ხო და არ არის უკვე ეს ამბავი ნახე ეს თელმა ერმა ერთად მივიღეთ ეს ყველაფერი შარშან თელერს გაგვიხარდა ვიღაცებმა ჩაგვაშხამეს და დღეს ესე ჩაშხამებულები ვართ ეს არ შეიძლება ხალხო რომ არ აისახებოდეს იმ ფეხბურთზე ეს არ არის პოლიტიკური განცხადება ან რაღაცა და თუ გინდა იყოს რავი არანაირი პრობლემა არ მაქვს ეს არის ზუსტად იმის გამოსახულება რა დღეშიც დღესდღეობით ქვეყანა არის იგივე დღეშია
ზუსტად საქართველოს ნაკრებიც. იმიტომ რომ არ შეიძლება ასე ხდებოდეს. იმიტომ რომ შენ როცა რაღაცისთვის იბრძვი და გავარ ბიჭო და რაღაცა იმ დედანატირები ვიღაც გუნდების თამაშებს ვუყურებ შენი ხათრით. იმიტომ კი არა რომ შენ მიყვარხარ. შენში მე მიყვარს საქართველო. აი რა არც ერთი ფეხბურთელი კონკრეტულად არ მიყვარს. მასში მიყვარს საქართველო. აბა. იმიტომ რომ იქ ჯეო დაიწერება სადღაც, კაცო. Golden Ball-ის იმაში ჯეო დაიწერება სადღაც. ვიღაცა დროშას გამოფენს სადღაც. მე მასში მიყვარს საქართველო და შენ თუ ჩემში საქართველო არ გიყვარს. ხო, გოჩა და აი მაგის ნათელი დასტური ისაა, რომ აგერ მესხზე რო გერმანიის ნაკრები იყო ჩამოსული 21 წლამდეზე 20 კაცი იჯდა ტრიბუნაზე რა. ხო, ეგრესი ბრალია. ეგეც მაგის ბრალია. მაგის ბრალია ზოგადი განწყობის ბრალია რა. მე ეგრე მგონია. რა განწყობა აღარ აქვს ხალხს. რანაირად შეიძლება ხარ მართლა გერმანიის ნაკრებია, რავი, ახალგაზრდულებს ვავსებდით ჩვენ 90-იანებში. არა, მომავალი ის არის გერმანიის ნაკრებია, მომავალი რა. აი ბატონო, თან რამდენიმე ფეხბურთელი იყო ეროვნულში ნათამაშები ქონდათ იმ გერმანელებს. ხო, და აი ბაიერნში გააქვთ. ხო, იმათ თავიდანებო, გასო შენი ნაკრები ხო და არის რა ზოგადი განწყობის ამბავი არის ეგა რა, მართლა. ხო გეუბნები, აი უნდა გაითავისონ ფეხბურთელებმა, რომ ჩვენ არ უნდა გვაბრალონ გულშემატკივრებს არაფერი. ხო გეუბნები, აი ჩვენ ფეხბურთელი და ჩვენ გვიყვარს ის ჩვენ რადგან ქართველია, იმიტომ რომ ეხა რა ქვია ჯიკიაც კი არის ეს რა ქვია ქართველი ფეხბურთელი იდეაში ხო? რუსეთის ნაკრების ის არის? არ ვიცი ხო იყო. რავი, რამდენი გულშემატკივრობდით მის წარმატებულ თამაშს, მე მგონი არც არ არის. არავინ. ხო და ეგ არის, ანუ ჩვენ ფეხბურთელი არა ძმაო, შენ კი არ მიყვარხარ. შენ იმიტომ მიყვარხარ რომ შენ ქვეყანას წარმოადგენს. შემატკივრებს მე პრეტენზია რანაირად უნდა გამოთქვან რომ აგერ ჯგუფი რო არის კომაგების ჯგუფი ხო ხო თამაში აღარაა რომ ქართველი იქ არ იყოს ჯგუფი რო არ იყოს ქართველების ხო აგერ თავისმაწვემა იყო იმ ლევსკის სტადიონზე გუშინ ხო მე მაგ უნდაერთა ხო და ჩვენები უფრო მეტნი იყვნენ ესე იყო პიპროზე ესე იყო და უმეტეს ქალაქში ესე რომ ქართველები არის რა გულშემატკივარს არ უნდა გაებუტო რა ზოგადად გულშემატკივარი არის არა იცი როდის თავდება მაგ გულშემატკივარი რომ დაგიშვეს აი იქაა დამთავრებული უკვე ეს რა საქმე ხო და რა ვიცი ხა აბა ლივერპულის გულშემატკივარს გაებუტე აბა ხო აი აბა გაებუტე შენი აჯობებს ნუ იქ სხვა ფაქტია მოიშალა რა რაღაცნაირად ის მუხტი და ეს ძალიან ვრცელი თემაა, იცი? ძალიან ვრცელი თემაა. ძალიან მიყვარს მართლა. მაგრამ მიყვარს იმიტომ რომ მე წარმოვადგენ საქართველოს წარმოადგენ. როგორც კი შენ საქართველოს აღარ შეროცა შენ აღარ ხარ საქართველოს გოდიშიც მაუ რა ვიცი. ხო, რასაკვირველია, აი მაგალითად ჩარევაა საჭირო. მაგალითად აი ახლა თავდასხმელები უფრო პოპულარულები არიან საერთოდ და ეს ფეხბურთში ყოველთვის უფრო ძვირების და ასე შემდეგ. თუ კვარაცხელიაზე არ ვამბობ. გიორგი მამარდაშვილს მაგალითად წარმოდგენას არა აქვს მე მისი გულ კი არ ვაყვედრი მე მისი გულისთვის რამდენი მინერვიულია რა რამდენი დაგიწერია დამიწერია კარგი ჩემი პროფესიაა დამიწერია რა რამდენი მინერვიულია ეს ხო პროფესია ნერვიულობა ხო პროფესია არ არის ხო და აი შენ გენაცვალე ჯიგარი ხარ ნახე ფეხბურთელი ირჩევს თავის პროფესიას და ის მოვალეა ანუ იმან მე არ უნდა დამაყვედროს რომ მე ძმაო ესე რომ ვითამაშე ანუ კონკრეტულად არავის არ ვამბობ კაცო ზოგადად ვაიძახ მე ძმაო ესე რომ ვითამაშე ამდენი რომ გავაკეთე არა ეგ შენი პროფესია იყო და მე სხვა პროფესია მე ვარ ვიღაცა რავი სცენარისტი ვარ რა უბრალოდ ეს შენი გვერდში დგომა მე ავირჩიე ნახე პროფესია კი რა ჩემ მე ავირჩიე გვერდში გიდგავარ ანუ ეს არ არის ჩემი მოვალეობა ის არის შენი მოვალეობა რომ ითამაშო სეივი გააკეთო გოლი გაიტანო ფეხებში ჩაუწვა ვიღაცას ის შენ გევალება და მე არ უნდა დამაყვედრო ის რომ მე ძმაო ამდენი გავაკეთე მე პირადად გაცილებით მეტი მაქვს გაკეთებული საქართველოს ნაკრებისთვის ვიდრე ნებისმიერ ჩვენ ფეხბურთელს იმიტომ რომ არ მევალებოდა მე და დღე და ღამე წვიმაში თოვლში თუ ჯანდაბაში ვიდექი და იმაშვებოდი კი მართალი ხარ კი იმიტომ რომ მე ეს არ მევალებოდა მე გვერდში გედექს და შენ გევალება კაცო შენ ეგ უნდა გააკეთო ეხა შენ რომ მოხვიდე ილო და მე რომ მითხარო რაღაც აი რაღაც იქ სცენარის ამბავში რაღაცა მე შენი ის
არ მომეწონა რაღაც მე რა უნდა ისავქნა არ მოგეწონა და გავიგე არ მომეწონა ესე იგი რაღაცა ის არის ხო იმიტომ რომ ის ჩემი საქმე იყო რა მე საქმე ავირჩიე და ეს არ არის დასაყვედრებელი კაცო შენ იმაში ხელფასს იღებ კაცო რას მაყვედრი შენ იმაში იღებ ხელფასს მე ხელფასს არ ვიღებ პირიქით უამრავი ადამიანი რამდენი იცით ხალხო რომ ბანკის ვალებით გერმანიაში იყო წასული საქომაგოთ ნაკრების რამდენი იცით რომ თავის შვილს მოაკლო და ისე წავიდა იმიტომ რომ კი თავის პონჩი გაესწორებინა რაღაცა ის თავისი ემოცია გამოეცა და მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მან რავი 70% ალბათ რა მაგ მოგზაურობაში რაც შეიძლება იყოს არის ის რომ ჩემებს დაუდგე გვერდში კაცო მაგიტო იყო ძალიან ბევრი წამოსული მამა ჩემის ძმა კაცი 70 წელს გადასილებული კაცი ის იყო ბოლნისიდან წამოსული კაცო ხო და იმიტომ იყვნენ რომ გვერდში დაგდგომოდნენ შენ და შენ რა დამაყვედრო ძმაო შენ თუ რაღაცა ერთი ზედმეტად გადახტი ეგ მაგაში შენ ბევრ ფულს იღებ ცოტა უფრო მეც ვიდრე მე და მე ხარჯავ იმაში რომ გვერდში დაგიდგება ცოტა მე რაღაცა მე როცა მინდა მხარს დაგიჭერ როცა მინდა არ დაგიჭერ კაცო თუ რამე არასწორი დავინახე არ დაგიჭერ მხარს და მორჩა ეგ რაღაცაა თუ და გაითავისო რა მე მაპატიეთ არა კარგი ესე თქვა იყო აი მე მგონი ამოიწურა ჩვენ უფრო სწორედ ამოუწურავია მაგრამ თუ არ დავშვით სადმე ერთი ხო ვერ გავჩერდებით მაშინ სადღაც უნდა ისკნათ ხო და აი 19 წლამდელებიც წეღან რო ახსენეთ ძალიან გულდასაწყვეტია რა თავი არ მოიტყუოთ რა იმ გიბრალტართან აღარ არის ის თაობა ვერ მოდის რაც იყო კობახიძე არის 19 წლამდე თუ 17 წლამდელების არის კობახიძე 17 წლამდელებში სურაძე და ეს კობახიძე ვასილ მაისურაძეა 19 წლამდელების ისე აი ბიჭო გოჩა ილო მადლობა მე მგონი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და იმედია ნაკრები დაიბრუნებს იმ შარშანდელ მუხს ნაკრები და ხალხი რა და ისევ ერთი გუნდები იქნებით და ისევ წარმატების გზაზე დავდგებით